თათული მაინტერესებს სახლში როგორ იქცეოდი, შვილები და მეუღლე და მამა და სულ მაინტერესებს. ჩემ შემთხვევაში მაგალითად ერთი ადამიანი მჭირდებოდა, ვინც ხელს შემიწყობდა ამ ყველაფერში და ეს ერთი ადამიანი იყო ჩემი მეუღლე. შენ დაგჭირდა ასეთი ერთი ადამიანი? ჩემ შემთხვევაში ესეთი ადამიანი იყო პროდიუსერი, ვინც მყავდა მომაგრებული. არა, მე ვიძახი რომ აი ამ რეჟიმს რომ არავის წერდით. არავისთვის არ ამ ქმარსაც არ უთხრა. პროდიუსერი რა გიქნა? მაშინ ეხა მოყევი ოჯახში რა მოხდა? აი მიშკას მოვპარე, ძალიან დიდი ბოტასი აცვია რა, დიდი ფეხი აქვს. ერთი ტაქტიკა გქონია. ხო არა, ამხელა. ეს შავი მოსასხამი, ანუ შენი ღბულობის ამბავი და ჩავიცვა ეს ამხელა მიშკას ბოტასი, რომ მაინც ფეხსაცმლით ვინმე სადმე არ მოგლანდოს. დაიწყო ამ ბოტასის ძებნა. იმიტომ რომ ისეთია სეზონი მოვიდა რა გაზაფხულზე რასაც იცი. აქეთ დაუწყე ჭყობი ალბათ დაგრჩა სადმე და სად ტოვებ ამ ბოტასებს და სად დამრჩა და სად დაიძაბა. ცოტა დაიძაბა რომ ბოტასზე უფრო მოვიდა შეზე ეს საქმე რო არ იყავი. ფეხსაცმელზე უფრო ნერვიულობდი. ფეხსაცმელზე ნერვიულობდი ვიდრე. ხო და იცი რა რომ ვეუბნები რომ ჩაწერა მაქვს და გადაღება. დროს აღარ აკონტროლებ. ორივე წაიღე. ჩაწერა არის ესეთა მიშკასებით დავდო. სახლში ოიტყვი მორჩა იქ და რომ მორჩა პროექტი ეს ბოტასები ცელოფანში გახვეული ისე დავდე მის ფეხსაცმელების თაროზე. აი მეთქი აქ არის თქვენ ვერ იყურებით ხო ეხა თვალებიდან ანუ მთელი ეს ორი თვე თუ რაღაც აგდებ ყველა დევალი დავადე მაგრამ წოხელ გაიშიფრა ყველაფერი მოკლედ გუშინ და ხო და ცოტა ისეთ შოკში იყვნენ ჩემი შვილები მოიცა ეხა ნახე ზედმიწევნი და ხე ტყუპები ხარ და იბნები ხო არა აბა მე მაინტერესებს დასხედით ოჯახში ხო შვილებთან ერთად და ვიღაც პუპი იხსნის ნიღავს. ეჭვი არ იყო აი ეს საერთოდ არ იყო, იმიტომ რომ არ უყურებდნენ პროექტს. ჩემი ოჯახის წევრები. ნანიკოს და სესეს ჩემშულებს ვეძახი რომ მოდიდათ და ახლა კი გაუკვირდათ რომ რატო, იმიტომ რომ ტელევიზორთან დიდი დოზით არ ვატარებთ დროს. ну გადავრიე რომ მოდი დასხედით და აუ ნახე და რაღაც და თან იცი რა ჩემი შულები არიან ის თაობა 13-14 წელს რომ მაინც და მაინც ისე ვერ ცნობენ იმ ადამიანებს სამწუხარო რეალობა რეალურად ხო ვინც პროექტში იღებენ მონაწილეობას და ჩემთვის თუ ეს აღმაფრენას იწევს მათთვის არის ჩვეულებრივი ამბავი ანუ ვერ გაიგეს რა ხდება ანუ მთელი ოჯახი ძირითადად ეძებდა ფეხსაცმელს აქამდე მივედით და რომ მოვიხადე ნიღაბი ну მიშკა ჩუმად იყო ძალიან დიდი ხანი და ხა ეს მისგან არ გამკვირვები ესედაც არ არის მჭერმეტყველი ესეთი მოუბარი ანუ ემოცია უყურებდა მაინც პერიოდულად ამ შოუს არა და ნანიკო და სესემ შემომხედეს და პირველი სიტყვა რაც იყო დედა როგორ გაბედე ამ ხელა ტყუილი არ არსებობს ხო რომ ანუ მათთვის წარმოუდგენელია რომ მე ამ ხელა რა მოვატყვე ანუ არ რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს ტყუილი და ბოტასის ისტორია ორი თვე როგორია ხო ორი თვე იარო 42 ზომა ბოტასი და თან რაღაც და მანქანაში რომ და ჩუმად რომ აი თუ ვინმე ნუ აი მოკლედ მთელი ამბავი მქონდა რა და რეალურად ვინც ხელს მიწყობდა ეს იყო პროდიუსერი ჩემთან მომაგრებული რომელთანაც ძალიან საინტერესო და სასაცილო ისტორია მოკლედ აქ სუნთქვა შეუძლებელია რა და წინასწარ მოვიმარაგე გულის საშუალებები იმიტომ რომ უხაერობა არ დამარცხდა და ეს იგივე პრობლემა ვიულობდა ჩემს იმას დაჭირდა ყველა ბელა მთელი ფირფიტა დამიცალა და უცებ მეც ჩავიდე ეს გულის საშუალება ენის ქვეშ ჩემმა პროდიუსერმა შევედით და ერთ-ერთი თანამშრომელი ვინც მაცმევდა ვერ დავასახელებ სახელს და გვარს აუ რა კარგი სუნი დგასო რა ვაიმე წამლის ხო და ვაიმე გაწუხებს არა ძალიან მესიამოვნაო და იმან ანუ ხალხი ისე სუდად იყო რომ ყველა სუნი ესიამოვნა ხო რეალურად დავდიოდი ბევრი წამლებით იმიტომ რომ ნუ მართლა წამალი მეც გამოცდილი მაქვს ძალიან რთულია